სქემაზე მოცემულია ცვლადი დენის წყარო, მასთან პარალელურად ჩართული ხელსაწყო, საზომე ხელსაწყო და ასევე ცვლადი დენის წყაროსთან პარალელურად ჩართული რეზისტორი და რეზისტორთან მიმდევრობით ჩართული ამპერმეტრი. ახლა დავაკვირდეთ როგორი პროცესები წარიმართება წრედში, სადაც ცვლადი დენის წრედში, სადაც რეზისტორია ჩართული. ქვემოთ ვხედავთ, რომ ლურჯი ფერით აღნიშნული არის ვოლტი, ხოლო წითელი ფერით აღნიშნული არის ამპერი. ცვლადი დენის წყარო გამოიმუშავებს სინუსოიდალურ ძაბვას, რომელიც აი ლურჯი ფერით არის მოცემული, შეგვიძლია შევანელოთ და ვნახოთ, რომ ძაბვა ოდნავ მეტია, ვინემ დენი, ვინაიდან წრედში ჩართულია რეზისტორი. და მიმართულება, ვექტორების მიმართულება ძაბვისა და დენის ემთხვევა. ახლა შევცვალოთ რეზისტორი. იგივე მოჩანს სხვათა შორის ვოლტმეტრზეც და ამპერმეტრზეც. ესე იგი, ერთდროულად იცვლება ძაბვა და დენი. წრედში ძაბვა და დენი რეზისტორის არსებობისას, ანუ აქტიური დატვირთვის არსებობისას ერთდროულად იცვლიან ამპლიტუდას. შევცვალოთ რეზისტორი კონდენსატორით და დავაკვირდეთ რა მოხდება. პირველ რიგში მოხდა ის, რომ ძაბვა იწყება 0 ვოლტიდან, ხოლო დენი იწყება მაქსიმუმიდან და იწყებს შემცირებას. ესე იგი, როდესაც ძაბვა იზრდება, დენი მცირდება. როდესაც ძაბვა დადებითი პოლარობის არის, დენი უარყოფითი პოლარობის არის. და მათ შორის ძაბვასა და დენს შორის წანაცვლება არის 90 გრადუსი. იგივე სიტუაციას ვხედავთ საზომ ხელსაწყოებზე. ძაბვა მინუსიდან, ახლა დაიწყება მინუსიდან +0-ისკენ იზრდება, დენი პირიქით პლუსიდან მინუსისკენ იზრდება. შემდეგი ობიექტი ეს იქნება ინდუქტიობის კოჭა, ჩართული იგივე წრედში, სადაც ანალოგიური სიტუაცია გვაქვს, ოღონდ ამ შემთხვევაში ძაბვას თუ განვიხილავთ როგორც ნულოვანი მნიშვნელობიდან და ზრდადი, დენი უარყოფითი მნიშვნელობიდან პლუსისკენ მიმავალი, ანუ წანაცვლება აქაც 90 გრადუსია. იგივეს ვხედავთ ხელსაწყოებზე. ძაბვა დაიწყებს ახლა ზრდას 0-ისკენ, ხოლო დენი 90 გრადუსით დაყოვნებული მოიქცევა პირიქით.